მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ მოდით ვნახოთ ასეთი გაშლა. მან თვითონ უღალატა თავის თავს ამ ურთიერთობაში. ეს ვისთვის იქნება უფრო გაშლა, იმათთვის ვისაც დაუშვოთ, თქო ხა შეიძლება დაშორებულება ხარ, შეიძლება პაუზა გაქვს, შეიძლება მართლა იყო რაღაცა ღალატი. აქ უფრო ისეთი ფსიქოლოგიური იქნება გაშლა. და საკმაოდ ბევრი კითხვები მაქვს მომზადებული, ამიტომ ვისაც გიყვართ გრძელი გაშლები, მოემზადეთ, ვინც პირველად ხართ ამ არხზე. მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული ტარო ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, ენერგოპრაქტიკოსი და აქ ამ არხზე ჩვენ არ მკითხავთ, ჩვენ ტაროს მეშვეობით პასუხებს პოულობთ კითხვებზე, რომელიც შეიძლება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ზოგჯერ ვერც პასუხობთ თქვენ თავს დაუშვოთ, აი საიდან, რატო, რისთვის და ასე შემდეგ. ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები მაქვს ბევრი. სანამ შლი ყავა გააკეთეთ, ჩაი, ის რა გიყვართ და დაიწყოთ. ახლა ჩვენ პირველი კითხვა მექნება ასეთი. კონკრეტულად რაში უღალატა მან საკუთარ თავს ამ ურთიერთობაში? ვნახოთ ჩვენ კიდე რისთვის თქვა მან უარი ურთიერთობაში, ნახეთ სხვა ადამიანის გამო. ეს რას ნიშნავს? აქ ჩვენ ვიგულისხმობთ თქვენს გამო. იმიტომ რომ არის ზოგჯერ ესეთი ურთიერთობა, როცა ადამიანს უყვარ ხარ, მაგრამ ან თავს თulis რომ თქვა მე არა ვარ იმისი ღირსი, იმას უფრო მეტი ეკუთვნის და ასე შემდეგ და ამიტომ შეიძლება ადამიანი თქვა უარს ამბობს ურთიერთობაზე. ჩვენ ვნახოთ ახლა მისი მიზეზი, ხო? ვნახოთ კიდე ესეთი კითხვა, რომნელი ნამდვილი გრძნობები ჩააღჭო ან არ მისცა თავს მათი განცდის უფლება. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, თუ გვინდა ჩვენ ფსიქოლოგიურად ძალიან ესე ჩავუღრმავდეთ ამ ადამიანის თავში, ხო? მოდით ნახოთ, რატომ აირჩია მან არ აირჩია სიყვარული და შეიძლება აირჩია შიში, შეიძლება აირჩია რაღაცა თქვათ ჩვევა, სარგებელი, ნახოთ, რატომ. შემდეგი როგორ აისახა საკუთარ თავთან აი ესეთი ხალატი მის დამოკიდებულებაზე თქვენს მიმართ. ისიც ნახოთ, აცნობიერებს თუ არა ის, რომ საკუთარი თავის აი ესეთი ღალატით თქვენ და კარგად. ნახოთ. ნახოთ რა გრძნობები დარჩა მას ახლა თქვენს მიმართ. ნანობს თუ არა ის ამ არჩევანზე რა. ნანობს თუ არა ის ამ არჩევანზე. შემდეგი ვნახოთ არის თუ არა შესაძლებელი რომ მასთან დაბრუნდეს ეს ურთიერთობა რა, უშუალოდ ამ ადამიანთან. აი ღალატის გარეშე. გაკვეთილი ვნახოთ, რომელიც აიღეთ თქვენ ორივენმა აქ და ვნახოთ ახლა როგორი რეალური პოტენციალი აქვს ამ ურთიერთობას სამომავლოდ. რა ვიცი, მე გელოდები თქვენ, მომწერეთ კომენტარებში ასეთი ფორმატის გაშლები თუ მოგწონთ. საერთოდ, ჩემთან პრინციპში არხზე ესეთი ადამიანები არიან, რომ ვიცი, რომ ახლა აქ მარტო ისეთები არიან, ვისაც აინტერესებს ღრმად ეს ურთიერთობები, იმიტომ რომ ნახეთ აქ რას მაჩვენებენ, რომ აქ იმის მიუხედავად, სხვათა შორის შეიძლება თქვენ შორის არის რაღაცა მანძილი, შეიძლება აქ არის даже როგორი მომენტი, იცით? საინტერესო ძალიან არის აქ არკანი სამყაროსი, ხო? და აი აქ ეს ნახეთ, ეს მანძილი თუ გაქვთ თქვენ და ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აქ უნდა დაიმახსოვროთ თქვენ, რომ აქ თითქოს სამყარო აი
ესეც არის ერთგვარი ტრანსფორმაცია. აი ამ შემთხვევაში, ამ დასტაში, როცა ადამიანი თითქოს უნდა გარდაისახოს, შეიცვალოს, დაინახოს ყველაფერი აბსოლუტურად, თუმცა აქ ძალიან ბევრი ბავშვური ტრავმები აქვს და ძალიან ბევრი, მაგრამ ამავე დროულად, სადაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, იცოდეთ, რომ ძალიან დამოკიდებულია თქვენზე, მიჯაჭვულია თქვენზე. თქვენ ხართ მისთვის ვარსკვლავი, ეგაც შემიძლია თქვა, ადამიანი, რომელიც არის აი იდეალი, ასე რომ ვთქვათ, ანუ ულამაზესი, უკარგესი, უმშვენიერესი ქალი ოცნება, ვისთანაც ეს ადამიანი კარგადაც არის, მაგრამ ამავდროულად გულისკენაც აქვს საშინელი, რომელიც იმენა წვავს. და აი ეხლა არის ეს პერიოდი, ნამდვილად აი პირველმა არკანმაც გითხრა, რომ არის აუცილებელი, ну, რომ ეს დაშორება რომ მოხდა. თუ ეს არის თქვენი სიტუაცია. ну, ნახოთ ახლა ჩვენ კითხვები გვაქვს მზად, მანარას კიდე გამოვიყენებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ძალიან ისეთი დასტა, რომელიც ახლა ყვეცნობიერს ხსნის ძალიან კარგად და სხვათაშორის ყველა ფსიქოლოგსაც თუ ვინმე ხარ აქ რეკომენდაციას ვუწევ ამ დასტას, იმიტომ რომ ძალიან მაგარია სამუშაოთ რა. ნახოთ ახლა აბა კონკრეტულად რაში უღალატა მან საკუთარ თავს ამ ურთიერთობაში. აჰა. კონკრეტულად რაში? აქ ნახეთ, აქ არის 10-იანი პენტაკლების. აქ იყო ძალიან მაგარი კავშირი. აქ შეიძლებოდა აი ნახეთ, მოდით ახლა საჯარო გაშლა, ზოგისთვის ეს იქნება როგორც ოჯახის შექმნა, ზოგისთვის იქნება რომ აი თანაცხოვრება თუნდაც რა. და ამიტომ ამას მიეცა კარგი შანსი აი აქ, სამყაროს სახით, ბედის სახით, საგვარეულოს სახით, რომ მაგას შეიქმნა ძალიან მყარი, კარგი ურთიერთობა, სადაც მოხდებოდა განვითარება, ვისაც არის აქტუალური შვილები, თუ უკვე დაუშვათ ეს თქვენი ქმარი იყო და მან თქვათ ახლა დაანგრია ოჯახი, ანუ თვითონაც ახლა დაკარგა ბევრი რაღაცა დაკარგა, იმიტომ რომ აქ даже აქ იყო როგორი მომენტი, იცით, თუ დაუშვათ თქვენთვის ახლა შვილების თქვათ, ну არ არის აქტუალური, მაშინ ყოველ შემთხვევაში ძალიან მყარი ურთიერთობა, რომელიც აქ ნახეთ როგორ ხელი და ორი ხელი არის რა. ეს არის ანუ როგორი ურთიერთობა, იცით, სადაც ადამიანის გესმის, სადაც შენ ადამიანს აწოდებს შენ და აქ ნახეთ როგორი საინტერესო, აქ არის კაცის ხელი და აქ არის ქალის ხელი, ხო? და ქალი მაქსიმალურად აწოდებდა მას ენერგიას, მაწოდებდა მაქსიმალურად მას ანუ გაგებასაც, ხო? დანადგომას ყველაფერში, ქმნიდა მისთვის აი რაღაცა კომფორტს თუნდაც, ხო? ანუ აძლევდა საფუძველი დაკარგა ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ აქ იყო ძალიან მაგას ქონდა ყველანაირი ვარიანტი აი აქ, რომ მყარი ურთიერთობა შეიქმნა. მე ხა როგორც კარმული ტარო ნუმეროლოგი შემიძლია გითხრათ ერთი რაღაცა. შეიძლება არ ვიცი ახლა აქ როგორ მიიღებ თქვენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ახლა რომ მუშაობთ, ან ახლა იცით თქვენ რომ მე ბედის მატრიცასთან მუშაობ, არის პროგრამები, რომელიც აი ეს არის ბევრი სხვათა შორის ეს პრობლემა რა, რომ კლასიკა ანუ ოჯახის შექმენი, შვილები, როდის გეყოლებათ შვილი, თან საქართველოში რო იცენ ხოლმე შვილი, როდის გეყოლება შვილი. მე ვიცი ძალიან ბევრი, აი ძალიან კარგი ოჯახი და ერთ-ერთი სამაგალითო ოჯახი მყავს, სადაც მართლა, აი ნახეთ, ზოგი ხო შეიძლება თქვათ, რომ აი ასაკი არ უწყობს ხელს, კიდე რაღაცა თქვათ, აი ოჯახი კლასიკური, სადაც გოგო იყო ძალიან პატარა, ბიჭი იყო, ну ნორმალურად, ასე რომ თქვათ, სტანდარტული ურთიერთობა, რომელიც თქვათ არის მიღებული და ნამდვილად, აი ნუ არ მოხდა ამ გოგო მემკურნალა, თუ ვინმე შეიძლებოდა იყო ყველასთან მემკურნალა, მაგრამ ნუ არ მოხდა მაგათი ის მომენტი, რომ დაუშვათ ახლა ეს გოგო დაორსოლებული იყო და ეგეთი მომენტი ძალიან ბევრი მყავს, ეგეთი მაგალითები და მაგრამ ცხოვრობენ ერთად ალბათ 30 წელი და ისეთი აი უყვართ ერთმანეთის სიგიჟემდე და მით უმეტეს ცხოვრობენ სოფელში, რომ იცოდეთ თქვენ, ეხლა იქ ხო იცით მაინც, რომ აბა როდის ეყოლება შვილი, აბა უშვილოა და რაღაცა, მაგრამ ეს ამ თემაზე რატო ვლაპარაკობ? იმიტომ რომ ჩვენ გგონია ყველას, რომ რადგან ადამიანები ერთად არიან, ესე იგი პირველი და უპირველესი უნდა იყოს აუცილებლად, რომ თქვათ, შვილები ეყოლათ. კი, ეს ძალიან კარგია, გადასარევია, მაგრამ
დამერწმუნეთ, რომ უკვე წერები ვმუშაობ ბეტას მატრიცასთან და ვხედავ, რომ არ არის ისე, რომ არ არის ყველა აბსოლუტურად მზად იმისათვის, სული არ მოვიდა იმისათვის, რომ თქვა ახლა გააგრძელოს უშუალოდ თქვა, შვილები გააჩინოს, შვილთაშვილები და ასე შემდეგ. არიან სულ სხვა რამისთვის ეს ადამიანები, აქ მოსულები და და არა მხოლოდ თქვა განვითარებას. ეძლევა ადამიანი, რომელთანაც შეუძლია მაგ ადამიანს თქვათ განვითარება მოაღწინოს თავისი სულის სხვა რაღაცებით. იმიტომ არის, რომ შეიძლება თქვათ მეორე კორწინება, მესამე შეიძლება საერთოდ შეხვდან ადამიანები არიან წლები ერთად, არც შვილები, არც არაფერი, მაგრამ არის ძალიან დიდი კავშირი, მაგრამ აი როცა სოციუმი ძალიან მოქმედებს ადამიანზე, ან შეიძლება მისი ოჯახი, ეს არის დიდი ტანჯვა და ძალიან ბევრი წყვილი მყავს ესეთი თქვათ ჩემთან კონსულტაციაზე ყოფილან, რომ ვერ ხვდებოდნენ, რომ გვინდა ძალიან ერთმანეთი გვიყვარს, არ გვინდა არც სხვა ადამიანი, არაფერი, მაგრამ ვერ გაუჩენ შვილს და რა ვქნა. და რომ მაგათი მატრიცა რომ დამენახე, მithქვი რომ არც ნერვიულო არ უწერია. ეგეთი რაღაცა. აი მაგალითად მე ჩემი ძმა იგივე სიტუაცია აქვს, რომ ის მატრიცაში ეგრეა. და ყავს ახლა არაჩვეულებრივი ცოლი, ზრდის მის შვილს 2 წლიდან, დღეს უკვე დიდი გოგოა ეს გოგო და მაგრამ არიან ბედნიერად, ერთად არიან ბედნიერად, მიხვდით? და ამიტომ აი აქ შეიძლება ადამიანზე იმოქმედა ზუსტად აი ამ სოციუმ ან ნათესავებმა და ან ეს ფიქრებმა, რომ თქვათ მესმის და მაგრამ ის რა ქვია, ამიტომ ეს ამით უღალატა თვითონ თავის თავს. მიხვდით? რომ ეს ახლა რა თქმა უნდა რა არის, იცით, აი განვითარების დონეზეც ახლა მნიშვნელობა აქვს. თუ დაუშვათ ადამიანი ცხოვრობს ისეთ საზოგადოებაში, სადაც აწვევიან და მე 15 ცოლს რო ცვლიან და ვერა, ან დაუშვათ კიდე ისეც გამიგია, რომ მქონდა ეგეთი პრეცედენტები, რომ თქვათ ახლა კი ბატონო ვიღაცისგან მე გაუჩენია შვილი დაუშვათ, მაგრამ გულით, სულით მაინც ის უყვარდა. გაიგეთ, აი თქვათ ის ქალი უყვარს, რომელიც თქვათ ახლა მნიშვნელოვანი არის მაგისტრის ყველანაირად, მაგრამ და მე არის ადამიანი აი ძალიან ცუდ დღეში რა. ეს უკვე ბევრი ისტორიები შემიძლია მოგიყვოთ, დიდი პრაქტიკა მაქვს, მაგრამ უბრალოდ აი ამაზე გავჩერდით, რომ 10-იანი პენტაკლების დავნა ასეთ ინტერპრეტაციაში ძალიან უძლიერესი არის აი აქ ჩვენ ვამბობ რას თავის თავს რო ღალატობ, რატომ ღალატობ, ხო? აქ მე შემიძლია თქვა, რომ რაღაცა ადამიანი არის ეს რა ქვია, აყოლილი ან თქვათ საგვარეულოს ოჯახის აზრებს, რაღაცეს რა, იმიტომ რომ ახლა აქ უფრო ესეთი მომენტი არის რა. დაუშვათ ახლა შეიძლება სულის დონეზე კარგად არის, მაგრამ მიწიერ დონეზე არ მისცა ადამიანმა თავს უფლება, რომ შეიქმნა ეს მოდი დავარქვათ ურთიერთობა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. ნახოთ ახლა რისგან თქვა მან უარი ურთიერთობებში, სხვა ადამიანი, თქვენ ადამიანის გამო, დაუშვათ თქვენს გამო. აქ ახლა რატო და იცით როგორი მომენტი არის, რატომს თქვა? შეიძლება აქ როგორი მომენტი, დიდი ხანი შეიძლება იყო ურთიერთობა, მაგრამ ვერ აი თუ რადგან ლაპარაკი არის სხვა ადამიანზე, შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს, რომ წლები მიდიან, მაგრამ მე აი მარტო ტკივილს ვაყენებ და ვეც ვერაფერს ვერ ვაძლევ ამ ადამიანს. ესეც შეიძლება. მოდით მან არას ვკითხოთ ჩვენ, იმიტომ რომ აქ ნამდვილად არის ცოტა ისეთი მტკივნეული. კი ბატონო. ესე იგი ზუსტად იმიტომ რომ მე ვერ დაგიდგა თქვენ გვერდში, გაიგეთ, ვერ დადგა ისე, აი თქვათ როგორ აი ეს ახლა ისეთი არკანი არის, სადაც ადამიანი ცოტა დავმალო. მან არას ახლა ხო იცით რომ ყველაფერს ვერ აჩვენებ. სადაც ადამიანი ვერ დაუდეკი გვერდში, იმიტომ რომ ეს არის იმენა ადამიანი მშველელი, ასე რომ ვთქვათ რა. ვერ ვუშველი, ვერაფერი ვერ გავუკეთე, ვერაფერი ვერ დავანახე, აქ მე ვერ ვეტყვი. აქ უბრალოდ შეიძლება აი სათანადოდ ვერ დაგიდგათ გვერდში ისე როგორ უნდა დამდგარიყო და შეიძლება ამიტომაც გაგეცალათ. ესეც შეიძლება იყოს აქ ეგეთი მომენტი
რა. ვნახოთ ახლა როგორი ნამდვილი გრძნობები ჩაახჩო მაგან, ხო? ან არ მისცა თავს უფლება, რომ თქვათ მათი, განცდაც უფლება. რა გრძნობები ჩაახშჩო, აქ ძალიან საინტერესო სამიანი არის, აი აქ იცით როგორი მომენტი არის, ეხლა შევალ არკანში, იმიტომ რომ სამიანი ეხლა რა, იცით როგორი სიტუაცია შეიძლება თან ეხლა დავის თავში ჩაახშჩო და ან არ მიისცა თავს. ტკივილი, რაღაცა ტკივილი და რა ტკივილი, აბა მითხარე, რის ტკივილი გაგაგა. იცით რა არის გოგოებო და ბიჭებო, შეიძლება ეს ადამიანი, ამ ადამიანს ქონდა ნახეთ რა. ღალატი იყო, აქ. შეიძლება ადამიანს ქონდა ღალატი ადრე. ან უღალატა ადამიანმა, ან არ მიიღეს ეს ადამიანი, ან გაცვალეს რამე სხვაზე, ან რაღაცა ეგეთი მომენტი შეიძლება იყო. ან შეიძლება დაუშვათ ეხლა, იმიტომ რომ როგორი მომენტი არის, იცით? რატო ეგრე? ძალიან რთულად იმას მიქნა, იცით? მაგას შეიძლება ქონდა დაუშვათ თქვენ აქ მანძილიც გვაჩვენეს, ხო? შეიძლება ან სხვადასხვა ტერიტორიებზე ცხოვრობდით, ან მანძილით, ან რაღაცა. ყოველ შემთხვევაში აქ ძალიან დიდი ტკივილი არის რა. შეიძლება იყო, აი დაუშვოთ ახლა თქვათ, მოგიწია დაშორება, ხო? ან მანძილი გაქვს, ხო? შეიძლება მას ადრე ქონდა ეგ სიტუაცია, როცა იყო მანძილზე და მაგ პერიოდში მიიღო ღალატი. და ამიტომ აი ეს უკვე ამას შიში აქვს, იმიტომ რომ სამიანი ახლა ამ შემთხვევაში კიდევაც არის როგორი თემა, იცით? შეიძლება შიში არის, რომ მაინც მიღალატებს, მაინც მიმატოვებს. მე არა ვარ ის, რომ ვისაც ჩემში ხედავს. ანუ აქ ადამიანმა თქვა, თუ დაუშვოთ, ქონდა, მოდით ასე მაგალითს გეუბნებით. თუ ადამიანს ქონდა წარსულში რამე თქვა ღალატი ვინმესგან, ხო? ან ვერ გაუგეს ამას, ხო? ამას უკვე შიში აქვს იმის, რომ აქაც ვერ გამიგებენ. შეიძლება თქვენ ყველაფერსაც აკეთებდეთ მაგისთვის, მაგრამ ის ტკივილი იმდენად ზის მის თავში, даже თავში ვეთყოდე, რომ არ აძლევს უფლებას მაგას, რომ დაივიწყოს თქვათ ეს სიტუაცია რა. ახლა ფიქრობს, რომ შეიძლება ყველა ეგეთია რა. ადრე თუ გვიან ესაც მიღალატებს დაუშვათ. მე თუ ახლა დაუშვათ ვარ სადღაც შორს თქვათ, არა ვარ მასთან, ის ადრე თუ გვიან მაგასაც ეს ამოუვა ყელში, ვიღაცასთან დაიწყებს თქვათ ისე თქვათ ურთიერთობას, აქ ადამიანი რაღაცას გრძნობს იმას, ძალიან კარგი ინტუიცია აქვს ამ ადამიანს და შეიძლება აი ამ ღალატს, ან დაუშვათ ნახეთ, თან ახლა ვერ დაგიდგათ ამ ადამიანმა სათანადოდ. ისე როგორც თქვენ, აი რაც თქვენ გინდოდათ, როგორც თქვენ გინდოდათ, ეს ადამიანი ისე, ვერ დაგიდგათ რა, გვერდში, როგორც თვითონ ფიქრობს, ხო? და ამიტომ ეს რო აქ რაღაცა ძველი რაღაცა თემები, ფიქრობს შეიძლება რომ მე ვერ გაუკეთე მაგას, ის რაც მას, რაზეც ეს ელოდებოდა, შეიძლება ოჯახს ელოდებოდა სიტყვაზე ან რაღაცა სერიოზულ ურთიერთობას. ეხლა ადრე თუ გვიან ის მე მაინც გამცვლის რა, სხვა ვინმეზე. მიხვდით? ამიტომ შეიძლება ამ ადამიანს ქონდეს даже სულ გაქცევები. აი არის ეგეთი ტიპაჟები, ხო იცით რა? რომ ეშინია, რომ კიდე, არ მინდა ისევ ის ტკივილი კიდე მივიღო. აი აქ ეს იმინა თავში უდევს ამ ადამიანს და ამისი შიში აქვს, რომ რატომ ეს ქალი ძალიან ლამაზია, მიმზიდველია, ძალიან ისეთი თუ რა მთვარის არკანი და ისეთი ულამაზესი ქალი არის და ამიტომ ადრე თუ გვიან მაგასაც მობეზრდება ის, რომ მე ვერ დაუდექე მას გვერდში, როგორც აი აქ არის, ხო? და რომ დიდი ხანი ეთყობა ეს ადამიანი, ვერ გაძლევდა თქვენ რაღაცებს, თქვენ შეიძლება საყვედურსაც ეუბნებოდით დაუშვათ და ეს ახლა რომ ვერაფერს ვერ ცვლიდათ,
ხო, ჩვენ ახლა აქ მიზეზები მილიონი ვთქვით, რატომ შეიძლება და ეხლა ეს უდევს თავში, რომ ადრე თუ გვიან ვიღაცა გამოუჩნდება ისეთი, ვიზეც მე გამცვლის და მე ამას ვერ ავიტან. იმიტომ ამას ეს გამოცდილება შეტყობა აქ, ეს მომენტი. მიხვდით? ალბათ ქონდა ეგეთი რაღაცა. ნუ აი ესეთი პასუხი მივიღეთ ჩვენ, ხო? ნახოთ ეხლა ჩვენ რატომ მან აირჩია არა სიყვარული, ხო? არამედ შიში თქვათ ეხლა აჰა, ნუ აი რატო? აი ეს ზუსტად ეგ არის რა. იმიტომ პირველ რიგში მაგას პირველ რიგში აქ როგორი მომენტია, აქ იცით? მაგას ეშინია. ეს ადამიანი არის კიდე როგორ იცით, მაგას ეთყობა აქ ესე თვისება, რომ სხვადასხვა ადამიანთან აქ მაგას სხვადასხვა პირი, ასე რომ ვთქვათ რა. სხვადასხვანაირად შეიძლება იქცევა. აქ იმიტომ ვერ აირჩია, რომ თქვენ ეთყობა მას ეს მიხვდით თქვენ და შეიძლება ეს ნიღაბები მას მოხსენით. მიხვდეთ რა ხდება? შეიშინდა. ამას ეშინია დაანახოს თავისი ნამდვილი სახე. როგორი ვარ სინამდვილეში. გაიგეთ? ეს ძალიან მტკივნეული, აქაც ხო თქვით ჩვენ ახლა რაღაცა ეგეთი. ნუ აქ ცოტა პრობლემები კი აქვს ადამიანს, შემიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ ადამიანმა ვერ გაჩვენეთ თქვენ მეშინია, ნამდვილ სახეს ვერ ვაჩვენებ მე, როგორი ვარ და აქ ძალიან ბევრი ისაა, რა ქვია, მუშაობა ჭირდება ადამიანს თავთან, ნუ ხა მე რაზე ვიგეუბნებით, იმიტომ რომ ეს პროგრამები მაგაში ზის, რომელზეც არ აძლევს საშუალებას ეს რომ დაამუშაოს. შიშები, ხო გითხარით, შიშები. თან ამ დროს ტყუილი. ანუ მეშინია მე რომ დაინახონ ჩემი ნამდვილი სახე, ანუ აქ არის აი ეს სიტყვა კიდე უიზვიმას. ანუ როცა ადამიანს ძალიან ეშინია დაანახოს თავისი ნამდვილი, თქვათ, აი ეს ტკივილები, პროგრამები, ნუ რაღაცები, ხო ხდებით რა, ეს ეშინია რა. ამას და იმიტომ აერჩია მაგან ეს გაქცევა, აქ სულ გაქცევაზე. აქ ეშინია რომ ეთყობა, ნუ შეიძლება ძალიან დიდი ტკენა მიიღო, აი აქ რა, ვიღაცა ქალის ენერგია არის რა, ვიღაცისგან მიიღო და ეხლა ეს აქ შიშები და ეს შიში კი არის ტყვილი ამ არკანით, ამას გვეუბნებიან, მაგრამ სულ გაქცევაზე არის რა, ეს ადამიანი ეშინია, მაგას სიყვარულის ეშინია. რატომ და იმიტომ რომ ხო კი, მაგას ურჩევნია რომ იყოს თავისთვის, მაგას ხათაშორის ურჩევნია როგორი ურთიერთობა იცით? აი დაუშვათ, აი სამუშაო რომანები, ანუ ისეთი ურთიერთობა, სადაც პასუხისმგებლობა არ არის. ნუ ძალიან ხა ღრმად მოდით არ ჩაუღრმავდებით, იმიტომ რომ აქ ახლა ნუ ხა პირადი გაშლა არ არის, თორე კი ამოვიღოთ ყველაფერს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს მინდა გითხრათ რა. თან პლუს კიდე ნახეთ რა ხდება, რომ აქ ადამიანი, ნუ ჯერ პირველ რიგში სერიოზული ურთიერთობისთვის ეთყობა, აქაც უღალატა გაიქცა, შეიშინდა შევა პასუხისმგებლობის, მაგრამ ამავდროულად აქ არის ადამიანი, რომელიც ახლა აი თითქოს დაბალი თვით შეფასება. ამას შიში აქ რომ იმატყობებს ეს საყვედურები. აი ეგეთი რამე. ნახოთ ახლა როგორ აისახა საკუთარ თავთან ღალატი, ხო საკუთარ თავს უღალატა ჩვენ ვამბობთ, ხო? მის დამოკიდებულებაზე თქვენზე. აქ სადღაც შეიძლება ადამიანი ნახат იმის მიუხედავად, რომ თქვენ მას უყვარხართ, ეს ადამიანი სადღაც წავიდა, პატარა ბავშვი, აქ ბავშვური ტრავმები არის რა. აქ შეიძლება აქ ნახат, აქ პაჟი არის თასების, რომელიც ზის გემზე და სადღაც გარბის, ნახეთ, გარბის. თან და ჩიმოდანი აქვს, აი აქ მაგას ესე, თან ახლა შეიძლება მე ხა ჩემოდანს ხედავ ამ წუთში. თქვენზე როგორ ეს აისახა ეს ღალატი. მაინც სიყვარული დარჩა.
არა, მაინც სტაბილურად არის. არა, სტაბილურად არის ეგა. თქვენ თუ გგონიათ, რომ მაგან რომ ეს ღალატი რო ჩაიდინა, რომ ძალიან მშვიდად არის, არ არის მშვიდად, უყვარ ხარ თქვენ, ისე თქვენ ხართ მის თავში და ძალიან დაიღალა ამ სიტუაციებიდან, რაც მაგას აკუთრიალებს და პლუს მე არ გამეკვირდება, რომ მაგას აღდგენაც უნდა ურთიერთობა თქვენთან. ნახე, სტაბილური თქვენ ხართ, მისის რაღაც სტაბილური. აი ეგეთი რამე. ვნახოთ ახლა აცნობიერებს თუ არა ის რომ საკუთარი თავის ღალატი თქვენ დაკარგათ. კი. იმიტომ რომ თქვენ ეთყობა ან ცივად ეკცევით, ან რაღაცენ რა ხახმალების დედოფალი არის, გაიგეთ? თქვენ შეიცვალეთ. თქვენ უკვე როგორ ხართ, იცით? აქ ნახეთ ხმალების დედოფალი კლავს რაღაცა სინათლეს რა, ასე რომ ვთქვათ რა, რაც უჭირავს. ანუ ეს სინათლე, რომელიც თქვენგან გამოდიოდა, ის რასაც თქვენ გეჭირათ ხელში, თქვენ თვითონ უკვე აი თითქოს ჩაახშჩეთ, რა ვიცი, ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ თქვენ შეიცვალეთ, თქვენ ახლა უკვე შეიძლება მართლა დიდი ხანი, რადგან თვითონ ადამიანი აღიარებს, რომ ვერ ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებია, აქ ეს თავისი რაღაცა შიშები და ასე შემდეგ, ეთყობა თქვენს რაღაცა სიცივე უკვე გამოხატეთ და ამიტომ ეგაც ხედავს, რომ თქვენ უკვე აღარ იქცევით ისე, როგორც ექცეოდეთ მას ადრე და ამიტომ ნამდვილად ახლა გრძნობს ამას, რომ კი. თქვენ აქ როგორ ხართ, იცით, რომ ანუ მისი უპასუხისმგებლობა კი იმის მიუხედავად, რომ კი ხართ მისი იმპერატრიცა და ძალიანაც ეჭვიანობს თქვენზე და სულ თქვენზე ფიქრობს და არ უნდა ამ ურთიერთობის გაშვებას და სოციალებსაც თქვენსაც რა თქმა უნდა ახლა აქ ყველანაირად მაშვება, რა ქვია, ათვალიერებს, მაგრამ აი ძალიან კარგად მიხვდა, რომ თქვენ მისი ასეთი გაქცევებით, წასვლებით, მოსვლებით, ასე თავისი უპასუხისმგებლობით თქვენი გულის გააცივა. უკვე თქვენც აღარ გინდათ, აი ეგეთი რაღაცა აქ უკვე მაგას ეგრე ფიქრობს რა. ვნახოთ რა გრძნობები დარჩა მაგას დღეს თქვენს მიმართ, რა გრძნობები დაგრჩათ. იცით როგორი გრძნობები, ისეთი გრძნობები, რომელსაც თვითონ თავის თავსაც ეშინია რომ აღიაროს რა, თავის თავსაც რომ უთხრას. ამას კიდე როგორი მომენტი აქვს, იცით? აქ ადამიანი არის კიდე როგორი გრძნობა აქვს, იცით? გეტყვით გოგოებო, მე თქვენ. ცოტა როგორი თემა, იცით? ეს არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს წავა თუ არ წავა, დაბრუნდება არ დაბრუნდება, მოვა თუ არა, თქვენ მაგას მიიღებთ. даже თუნდაც თქვენ თუ არ მისცემთ მაგას, თქვათ, აი ამ ოჯახს, ხო, რაც აქ არის ეყო, ხო, სტაბილურ ურთიერთობას, თქვენ მაგას მაინც მიიღებთ, იმიტომ რომ აი მოგწონთ ეგას, შეიძლება სექსუალურადაც მოგწონთ, ხო, ანუ რა ეგეთი რაღაცა. აქ თუ ადამიანი თავისუფალი არ არის, არც აპირებს ეგა, რომ თქვათ იმ ოჯახიდან გავიდეს, არა. მაგრამ აქ ძალიან დიდი ეგო აქვს ადამიანს, შემიძლია გითხრათ, ძალიან დიდი ეგო და დარწმუნებული არის, რომ თქვენ აი აქ ყველანაირად იმდენად რაღაც აი თქვათ, ეგ ტიპი არის, აი ძალიან დარწმუნებული იმაში რა, რომ თქვენ ახლა წავა მოვა თუ რაღაცა, თქვენ მაინც მაგას მიიღებთ. აი ეგეთი გრძნობა დარჩა მაგას. ნახოთ თუ ნანობს თავის არჩევანზე. კი. სხვათაშორის ძალიან ნანობს. იმიტომ რომ აქ ახლა იუსტიცია და ნანობს, კი, ნანობს, ძალიან ნანობს, იმიტომ რომ თქვენც ნახეთ, რატო არ გაჩვენებს მაგას, არანაირად არ გაჩვენებს. ეს ადამიანი იქცევა როგორ, იცით, აი საერთოდ თვითონც არაფერი. თქვენ თუ შეხედავთ, შეიძლება თქვათ, აი სოციქსელში, სადაც არ უნდა იყოს, აი თვითონც არაფერი. მაგრამ
ეჭვიანობს უზომოდ, ნანობს კი არა, უზომოდ ნანობს, იცის რომ არასწორად მოიქცა, ძალიან კარგად, მაგრამ არ აჩვენებს ნამდვილ თავის გრძნობას თქვენს მიმართ, ესე რასაც გრძნობს, რა აქვს მაგას გულში, არ აჩვენებს. აი აქ ნახეთ, შეიძლება ეს გრძნობა ხომ აჩვენა ეგეთი, მაგრამ აი ვითომ ხო იძახეს, რომ რო ვთქვათ, მაგრამ ამას ხათაშორის კიდე როგორი მომენტი აქვს, იცით ესა აქ ძალიან ღრმად წამიყვანს ახლა და აქ მოდი დაუბრუნდეთ ამაზე. ესე იგი, იმიტომ რომ პირად გაშლაზე კი იცით თქვი რომ თქვენი სიტუაცია ახლა საჯაროა, ხო? ამიტომ ენერგიები დაიჭირეთ თქვენი. ეხლა ნახეთ რა ხდება, ძალიან განიცდის, ძალიან არ გაჩვენებს თქვენ, ძალიან ნერვიულობს, მაგრამ არ გაჩვენებს ნამდვილ სახეს, არ გაჩვენებს. გაქვთ მაგასთან მიმოწერა, არა გაქვთ, ისე უყურებთ, რაც არ უნდა იყოს, გატყუებს, არ აქვს. რაც სინამდვილე, ეს ამას გვეუბნებიან. ეს დანარჩენი მისია ესეთი ქცევები, როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა თქვათ გააკეთოს, აი აქ არის ტყუილი. იმიტომ რომ მაგა ძალიან ნანობს. ნახოთ ახლა შეიძლება თუ არა, შესაძლებელია თუ არა მასთან დაბრუნება. ახლა აი რო ეს ღალატი არ გამეორდეს რა, ამ ღალატის გარეშე. კი, როგორ არა, 1000%-იანი დასების აქ არის ტუზი. როგორ არის, შეიძლება თავისუფლად შეიძლება, რომ ეს ადამიანი დაბრუნდება თქვენთან და ამ ღალატის გარეშე. შესაძლებელი არის, იმიტომ რომ აქაც ძალიან დიდი მუშაობა ეთყობა მიდის. და რა გაკვეთილი მოგიტანოთ თქვენ? სწორი არჩევანის იცით, გადაწყვეტილების მიღების, აქ როგორი მომენტი არის, იცით, ანუ რაღაცა თქვენ სხვადასხვა ძალიან ორივეს შემიძლია გითხრათ, ძალიან შეგეცვალა თქვენი ცხოვრება. ანუ თქვენი მთავარი გაკვეთილი იყო ის, რომ თქვენ უნდა გემოქმედათ ერთმანეთზე ის, რომ მისი და თქვენი ცხოვრება, თქვენში, ცხოვრებაზე თქვენში რაღაცა უნდა შეცვლილი იყოს, ან ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ უზე არის იმისი, რა ქვია. კი, ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ თქვენ აი ასე მიგაჯაჭვეს, რომ თქვენ უნდა დაგენახათ რაღაცა სხვა მხარე. თქვენი თავი უნდა დაგენახათ და ამას უნდა ესწავლა პრიორიტეტების გაკეთება უნდა ესწავლა ამ ადამიანს, რომ შეიძლება აქ იყო ადამიანი, ნახეთ, რომელიც ხა ძალიან ადვილად იფრყობდა და თქვათ ქალებს და რაღაცებს, მაგრამ აი აქ ეს გაკვეთილი იყო, რომ უნდა შეცვლილი იყო თქვენი მომავალი აქ ყველა ვარიანტში რა, იმიტომ იყო აქ კარმული ურთიერთობა ძალიან ესეთი რა, რომ სხვანაირად დაუშვით მას დაენახა ქალი, ქალს დაუშვით დაენახა თავისი თავი, რამდენად მაგარი არის, გაიგეთ, აი ეგეთი რაღაც, აქ ძალიან ძლიერი გაკვეთილი არის და დამთავრდა ეს გაკვეთილი, ჯერ არა. არა. ჯერ არ დამთავრდა ეს გაკვეთილი და ნახოთ ახლა ჩვენ როგორ რეალური პოტენციალი აქვს მომავალში ამ ურთიერთობას. აქ არის პოტენციალი, აქ იქნება შერიგება, აქ იქნება გაგრძელება, აქ არ დამთავრებულა, აქ კიდე თქვენ ერთმანეთს სჭირდებით. რისთვის სჭირდება და ზუსტად იმისთვის, რომ ეს კი აქ უნდა შეიცვალოს, აქ როგორი თემა იცით, პრიორიტეტები, როგორც თქვი რა. არჩევანი უნდა გააკეთოს ადამიანმა რომელმა აქ როგორი მომენტი არის, აქ შეიძლება даже ორივეს გჭირდება თქვენ, ახლა აქ როგორი მომენტი, აქ გოგოს აქ უფრო даже მე ვფიქრობ, რომ ბიჭმა უნდა დააფასოს ის, რომ მის გვერდზე ყავს ძალიან მაგარი ქალი, იმიტომ რომ აქ უკვე ესეთი ფიგურული კარტები მოდის რა. იმიტომ რომ უნდა გაიგოს, ნახეთ, ეს თქვენ ხარ უმნიშვნელოვანესი მისთვის სამყაროს თვალსაზრისით, მე აქ არ ვიძახე, რომ თქვათ, მან შეიძლება იცოდეს, მაგრამ და აქ უნდა როგორი მომენტი.
თქვენ ხართ ის ხალი, რომელიც სულ ვითარდება, სულ რაღაცას სწავლობს, სულ რაღაცას, აი, შეიძლება ზოგი ხართ, აი, სამედიუმის, მედიინერი იჩნეს რა, ადამიანი, რომელიც ჩანს, შეიძლება თქვენ თვითონაც ხართ ისეთი, რომ აი, ან ბერს სწავლობ, ან даже თვითონაც შეიძლება გასცემთ თქვა ცოდნას, მაგრამ შეიძლება თქვენ იყოთ თვითონ ძალიან დამოუკიდებელი და სხვათა შორის აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. მომავალი კი, მაგრამ აქ ორივესთვის გაკვეთილი. თქვენს უნდა ბევრი რამე გაიგოთ და მანაც რა ამ ურთიერთობაში. ძალიან ბევრი რაღაცა. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება გადავარდნილი ხართ თქვენს განვითარებაში დაუშვოთ, ხო? და აი არჩევანი, რაღაც არჩევანის გაკეთება არის რა. აქ კიდე მოგიწევთ რა, კიდე გაკვეთილები კიდე გაქვთ სწავლე თქვენ. და ამისთვისაც კიდე აქ ახლა ამანაც ახლა ბევრი რაღაცები უნდა ისწავლოს. ძალიან მტკივნეულ გაკვეთილებს გადის ეს ადამიანი. ძალიან მტკივნეულ გაკვეთილებს, აქ კარმული გაკვეთილი, რომელიც არ არის ჯერ დამთავრებული ჩემო ლამაზებო, ხართ რაღაცა შუა პროცესში. ამიტომ რა შეუღალათ ამ ადამიანმა თავის ეგაც გითხარით რა, რომ არ იღებს იმას, რასაც აძლევენ რა, უჭირს ამას აქ გაკვეთილების გავლა რა, უჭირს რა. ანუ ვის ეს ძალიან ესეთი ხალი, რა ვიცი, რომელსაც არც უნდა გაუშვას საერთოდ ხელიდან, მაგრამ შეიძლება თავისუფლება უნდა, შეიძლება ამას არ უნდა ეს ურთიერთობა, თქვათ, რომ იყოს აი უფრო თქვათ ოჯახის სახით. აი ეგეთი მომენტები. ძალიან ესეთი გაშლა სხვათა შორის, რომელიცაც აქ კიდე ბევრი კითხვები დარჩა, ვიდრე თქვათ პასუხი მივიღეთ, ხო? მაგრამ ასეთი გაშლა კიდევაც გამიგეთ სწორედ, რომ რადგან ასე მე არ მეგონა თუ ასეთ რთული წამოვა ინფორმაცია და სიტუაცია, ეს უკვე პირადი რა. იმიტომ რომ ნამდვილად, ვისაც გინდა რა თქმა უნდა და გაინტერესებთ, იმიტომ რომ აქ საჯაროდ ახლა მილიონერი სიტუაცია შეიძლება იყოს, ყველა ინდივიდუალურები ხარ. უბრალოდ შეიძლება თქვენ რაღაცა ცოტა მაინც პასუხები მიიღოთ პრინციპს საჯარო გაშლის, მიზანიც ეგ არის, რომ თქვენ ცოტა მაინც რაღაცა გქონდეთ კონტური რა, თქვენი სიტუაციების რა, კი მესმის, რომ ზოგი მუშაობს როგორც პირადი გაშლა, ეგ ძალიან კარგი არ არის ცუდი ნამდვილად, მაგრამ აი აქ ძალიან ბევრი კითხვა მე მაგალითად დამრჩა, უბრალოდ ახლა უკვე ინდივიდუალური სიტუაციების გასარჩევი თემები. მე დაგემშვიდობები და რა თქმა უნდა მიემიდა როგორც ყოველთვის გისურვებთ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ კარგი ყველაფერი.